ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში ახალი პროგრამების გათვალისწინებას ითხოვს. ოპოზიციის წევრები მოითხოვენ ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში შევიდეს ხარჯები, რათა 2015 წელს პენსია 10 ლარით გაიზარდოს და ფინანსდეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა, ასევე ფასიანი სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის და იაფის ხელისწყლისა და გათბობის სისტემა ამხანაგობებისთვის. საკრებულოს საერთო წერილში ცენტრალური მთავრობის უუნარობა გაზარდოს 1 იანვრიდანვე პენსია ყველა პენსიონერისათვის უნდა გახდეს მთავარი გამოწვევა თბილისის მთავრობისათვის და ყველა ასაკით პენსიონერს ჩვენ მოვითხოვთ გქონდეს 10 ლარიანი საპენსიო დანამატი. უფასო გზავრობა, რომელიც ნიკამელიას წინასაარჩევნო მნიშვნელოვანი დაპირება იყო, უფასო გზავრობა სტუდენტების, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისა და პედაგოგებისათვის, იაფი წყლისა და გათბობის პროგრამის ჩართვა ამხანაგობების პროგრამაში, დაღის ვაუჩერის შემოღება, რაც მომავალ წელს ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს. მოუწოდებთ ქალაქ თბილისის მთავრობას, მოუწოდებთ საკრებულოს, რომ ეს წინადადებები გულდასმით შეისწავლონ და დაივიწყონ თავიანთი ესეთი აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც მანამდე იყო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გადავიდეთ ისეთ რეჟიმში, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს მართლაც შეუმსუბუქებთ მათ მდგომარეობას. იცით, რომ პენსიების და ისედაც იგეგმება ცენტრალურ ბიუჯეტში და აქედან გამომდინარე ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, რომ თბილისის პენსიონერებს უფრო მეტი შეღავათები ჰქონდეთ, ვიდრე ვთქვათ რეგიონებში და აქედან გამომდინარე ჩვენ მივყვებით ცენტრალურ ხელისუფლების კურსს. მე მაგალითად პირადად ვეწინააღმდეგებ ბაღების ვაუჩერიზაციას, რადგან ვაუჩერიზაციის პროცესმა იცით რა მოიტანა სკოლებში, რომ შესაბამისად ბევრი სკოლა დაიხურა, აქედან გამომდინარე ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ უნიფიცირებისკენ ამ პროცესის და ყველა ბავშვს შესაბამისი სტანდარტით ყველა ბავშვი მიიღებს შესაბამის